რა საინტერესო შემთხვევა მაქვს უცხოეთში ხა არ გეტყვით სადა როგორ და რა სიტუაციაში მოგეთ 11 წლის გოგოს ეხება რომელსაც დაუსვეს დიაბეტის დიაგნოზი თან მეორე და პირველ ტიპს შორის ვერც დაუდგინეს მეორეს გავს მაგრამ უფრო პირველია ალბათო ესე იგი პანკრეასი უკვე ისე არ ფუნქციონირებსო წარმოიდგინეთ ბავშვი მიიყვანეს საავადმყოფოში თითქმის 400 მაჩვენებლით ანუ სხვა მონაცემებით 22-ზე მეტი 23-მდე ქონდა შაქარი მოკლედ სამი კვირა საავადმყოფოში ამყოფეს შესწვეს ინსულინზე 4-ჯერადზე თუ 5-ჯერადზე და მოგეთ უთხრეს მშობლებს რომ დიაბეტი აქვს ბავშვო და ნუ ინსულინზე მოუწევს ანუ პრაქტიკულად ინვალიდია 11 წლის გოგოზეა ლაპარაკი საერთო ჯამში ახლა აი დაგიდებთ აგერ დინამიკას უკვე რაღაც ერთ კვირაში რა დინამიკა არის და საერთო ჯამში 9 დღის წინ გამოწერეს საავადმყოფო და 3 კვირა იქ იყო და ყველა საინტერესო ისაა რომ იმის მაგერად რომ მოეხსნათ მიზეზი ამ ბავშვმა სავარაუდოდ ძალიან ბევრი ენერგეტიკული სასმელები სვა რაღაც ჩიპსები ტკბილეული და ნუ ამის გამო მოხდა და ასევე გირჩევთ თქვენ ბავშვები გააკონტროლეთ ეს ყველაფერი რომ ამოიღო ხმარებიდან თორე იგივე გელოდება თქვენ ჯვარი გწერიათ და იმის მაგერად მიზეზები მოეხსნათ ესე იგი ყოველდღე აჭმევდნენ ფაფებს მათ შორის მანანის ფაფას რომელიც კონცენტრებული შაქარია და ასე შემდეგ პულს და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოგითვალოთ იმის მაგერად რომ მიზეზი მოეცილებინა და ყველაფერი დადგებოდა ესე იგი დასვეს ინსულინზე და მშობლებს უთხრეს რომ ინვალიდია ეს არის ძალიან ცნობილი ევროპული ქალაქი ევროპული ქვეყანა ის დედაქალაქია და წარმოიდგინეთ ესე იგი დინამიკაში უკვე ერთ კვირაში ნახეთ რა დინამიკა არის აგერ აი წერს მამა და ანალიზებში დაინახავთ დაიწყეს ინსულინის კლება ყოველდღე აკლებენ და საათების მიხედვით მაჩვენებლები არის ერთ მხარეს შაქრის მაჩვენებელი უკვე ბოლო გადმოგზავნაში პრაქტიკულად ყველა ნორმაშია და ინსულინიც რა საავადმყოფოში გამოწერის დროს ანუ ერთი კვირის წინ რამდენი იყო და ეხლა ინსულინი რამდენზე დაიყვანეს აი ეს არის ძალიან საინტერესო შემთხვევა და სპეციალურად აი ამ ყველაფერს გაგიდებთ რომ იცოდეთ რომ როცა გეტყვია რომ დიაბეტი გაქვს ან ბევრს რო გონია რომ დიაბეტი აქვს თლათ ეგრეც არ არის საქმე და ძალიან ბევრ შემთხვევაში შეიძლება უნიკალური შედეგების დადება სხვა შორის ბადების ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება ბავშვმა დაიწყო 2 დღის წინ იქამდე არ ქონდათ ელოდებოდნენ და მხოლოდ კვებით უკვე ერთ კვირაში რა შედეგი დაიდოდა ეხლა ამ ბადების მეშვეობით სავარაუდოდ 2-3 კვირაში ამ ბავშვს არაფერი პრობლემა აღარ ექნება აღარ ინსულინი აღარ დაჭირდება და იქნება ჯამთელი და საღი უბრალოდ კვებაში რაღაცეები უნდა შეზღუდოს ეს არის და ეს მადლობთ ყურადღებისთვის დროებით